მოგესალმებით. წარმოგიდგენთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია მეორე ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს. საგრანტო პროექტის მთავარი საკვლევი წყაროა გრაფემატული მონაცემი. ის არის ხელით შესრულებული გრაფემის მოხაზულობის აღწერილობითი მახასიათებლების ერთობლიობა. გრაფემატული კვლევა ითვალისწინებს ერთი კონკრეტული ავტორისთვის გრაფემათა მოხაზულობის მახასიათებლების კანონზომიერებებისა და ტენდენციების დადგენას. მთავარ საკვლევ წყაროდ აღებულია ავტოგრაფი, ხელწერა, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი. ბუნებრივია, ეს გრაფემატული მახასიათებლები არ არის მყარი ქრონოლოგიურ ჭრილში. ის გარკვეული პერიოდულობით იცვლება, განსაკუთრებით კი ისეთ ავტორებთან, რომლებიც ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწევიან. მიუხედავად იმისა, რომ ასოთა მოხაზულობა ყოველ კონკრეტულ წერით სისტემაში მეტნაკლებად სტანდარტიზებულია, ნებისმიერი ადამიანის ხელწერა თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე ავტორის ხელნაწერზე მუშაობის დაწყებამდე ჩატარდეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები მწერლის ხელწერის გაცნობისა და მიღებული მონაცემების სისტემატიზაციისთვის. ამ თვალსაზრისით საუკეთესო საშუალებაა საკვლევი ავტორის კალიგრაფიისთვის დამახასიათებელი გრაფემათა ტიპური მოხაზულობების ცხრილის შედგენა. ამაში გულისხმობთ ასონიშნების არა ისეთ ფორმებს, რომლებიც სტანდარტულთან მიახლოებულია, არამედ ისეთებს, რომლებიც ამ ავტორისთვის არის დამახასიათებელი და მის ნაწერებში არაერთგზის მეორდება. ეს ცხრილები გვეხმარება როგორც კონკრეტული კალიგრაფიის სპეციფიკის განსაზღვრა ილუსტრირებაში, ისე ხელნაწერების ამოკითხვაში. ჩვენ ახლა ეკრანზე ვხედავთ გრაფემათა ტიპური მოხაზულობების ცხრილს ქართული და რუსული ენისათვის, ენებისთვის ილია ჭავჭავაძის ხელნაწერებიდან. თითო ელემენტის 4 ნიმუშია მოხმობილი. ეს გვეხმარება ილია ჭავჭავაძის ძალიან რთული, მათ შორის ატიპური მოხაზულობების ფარგლების დადგენაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაკრული ხელით ნაწერი ტექსტების, განსაკუთრებით კი კერძო ჩანაწერებისა თუ შემოქმედებითი პროცესის ამსახველი შავი ავტოგრაფების ამოკითხვაში, რასაკვირველია მხოლოდ ამ ტიპის ცხრილის შედგენა და გრაფემათა მოხაზულობების კონკრეტული ავტორისთვის დამახასიათებელი ფორმების შესწავლა ვერ გვეხმარება, რადგან მათში ხშირად ვაწყდებით ისეთ ანომალიურ მოხაზულობებსაც, რომლებიც როგორც წესი ამ ავტორს არ ახასიათებს. თუმცა საგულისხმოა ის, რომ ნებისმიერ ანომალიურ მოხაზულობას ერთი და იმავე ავტორის წერით სისტემაში აქვს უსათუოდ რეგლამენტირებული ფარგლები, რომლისათვისაც ზღვრის დადება, განვითარების კონტურების შემოფარგლა სწორედ ტიპური მოხაზულობების მახასიათებლებს შეუძლია. ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი გრაფემატული მონაცემების ტექსტოლოგიური პოტენციალის გამოყენებაა. დათარიღება და ატრიბუცია ტექსტოლოგიური კვლევის ორი აუცილებელი კომპონენტია. აქ მკვლევარი მაქსიმალურად იყენებს ყველა შესაძლო მონაცემს, მათ შორის გრაფემატულს და პროექტის მთავარი მიზანი სწორედ გრაფემატული მონაცემის გამოყენება იყო ხელნაწერების დათარიღების ამოცანისთვის. დათარიღების პალეოგრაფიულ პოტენციალს ჩვენ შემთხვევაში ავლენს შემდეგი კომპონენტები. პირველი, გრაფიკული ფორმების განვითარების კანონზომიერებების დადგენა, გრაფემების ზომა, პროპორციები, გრაფემების ერთმანეთისგან დაშორება, ტექსტის განლაგება ვირტუალური საწერი ხაზის მიმართ, სხვა წერილობითი ნიშნების ევოლუციის გზები, საწერი მასალა და მისი გავლენა გრაფემატულ სისტემაზე, მხატვრული და დეკორატიული ელემენტები გვერდებზე. იმისთვის, რომ დათარიღების ამოცანას გავცეთ პასუხი, თითოეული ეს კომპონენტი უნდა განვიხილოთ ქრონოლოგიურ ჭრილში. ჩვენი კვლევის მეთოდოლოგია უნდა დაეყრდნოს ორ პრინციპს. პირველი, იდენტური ელემენტების დიდი სიმრავლის დამუშავების შედეგად გამოიკვეთოს კონკრეტული საკვლევი მოხაზულობისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ქრონოლოგიურ ჭრილში, შემდეგ კი სტერეოტიპულად განზოგადებული მონაცემი, როგორც დამწერისთვის კონკრეტული წლისთვის ნიშნეული შაბლონი გამოვიყენოთ დაუთარიღებელი ხელნაწერების დათარიღებისთვის. რა თქმა
უნდა ვიყენებთ ამ მეთოდსაც, მაგრამ არსებობს მეორე მეთოდი. ვიმუშაოთ არა იდენტური ელემენტების განზოგადება სტერეოტიპიზაციაზე, არამედ განმასხვავებელი ელემენტების მოძიებასა და იდენტიფიკაციაზე. სწორედ ამ ელემენტებით ორიენტირებაზე ავტორის მთელს გრაფემატულ სისტემაში. ჩვენ ახლა მოვიყვანეთ ნიმუში თუ ერთ-ერთხელ გალაქტიონის 1956 წლის ერთ-ერთ ხელნაწერში რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე ასო ბგერა O-ს ორი ვერსიის გამოყენების მიმართულებით. 1956 წლის ერთ ხელნაწერში, როგორც უკვე ვახსენეთ, სულ 58-ჯერ არის გამოყენებული O-ასო, მათგან 11-ია მხოლოდ ორკომპონენტიანი. ესე იგი 19%-ს არ აღემატება ორკომპონენტიანის გამოყენება. იმავე წლის სხვა ხელნაწერში კი 62 შემთხვევიდან 14-ია ორკომპონენტიანი. როგორც ხედავთ, ერთი და იმავე წლის ორ ხელნაწერში, ერთში 19%-ს არ აღემატება და მეორეში 22%-ს არ აღემატება ორკომპონენტიანი ასოს გამოყენების შემთხვევები. ამით იმის დაზუსტება და განზოგადება შეგვიძლია, რომ ერთსა და იმავე წელს, ანუ ერთი ერთი გრაფემატული სისტემა მაინც დამახასიათებელია, ტენდენციურია კონკრეტული ქრონოლოგიური ეტაპისთვის. სხვა შემთხვევა გვაქვს მეორე ნიმუშში. მაგალითად, 1922 წლის ერთ ხელნაწერში სულ გამოყენებულია L-ასოს 32 შემთხვევა. აქედან 6-ია მხოლოდ ერთკომპონენტიანი თავით, ესე იგი 18%-ს არ აღემატება. იმავე ბგერის გამოყენება 1957 წლის ერთ ხელნაწერში, აი ბევრად უფრო გვიან უკვე შემოქმედებითი პროცესის დასასრულს სიცოცხლის ბოლოსკენ, სულ 37 შემთხვევაა, მათგან 16-ია ერთკომპონენტიანი თავით. ესე იგი, თუ 1922 წელს ერთკომპონენტიანი L-ს გამოყენების მხოლოდ 18%-იანი შემთხვევა გვხვდება, 57 წელს 84%-იანი შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ასე ძალიან დიდი და განსხვავებული გრადაციით ხასიათდება სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპზე ასო L-ს გამოყენების შემთხვევები. და ეს სხვათა შორის ამდაგვარი დაკვირვებები კვლევის საინტერესო პოტენციალს უჩენს პროექტს. ჩვენი სამუშაოს ეტაპებმა გაიარა ამ რამდენიმე ფაზა. პირველი ასონიშანთა გრაფიკული ბაზა შეიქმნა ქრონოლოგიური ბაზა და მესამე ეტაპზე სამუშაოები დაეთმო კოდირებას. ქრონოლოგიური ბაზა ეს არის ჩვენ მიერ დაშლილი 130-ზე მეტი ხელნაწერიდან ამოღებული ან ასოთა წყვილები დალაგებული ქრონოლოგიურ ბაზაზე. თქვენ ეკრანზე ვხედავთ ახლა R წყვილის გადაბნის შემთხვევებს 1907-დან, რა თქმა უნდა, სრულად არ არის აქ მოცემული 1959 წლის ჩათვლით. კოდირების წიგნის შესადგენად კი გამოვყავით თითოეული ასოსა და ასოთა წყვილის ვალიდური ელემენტები. კოდების წიგნი დავყავით წლებად და თითოეულში მოვათავსეთ ამ წლის ხელნაწერებში გამოვლენილი ვალიდური ელემენტების ტიპები. უფრო კონკრეტულად, გრაფემის იმ ელემენტს, რომელიც ქრონოლოგიურ ჭრილში მეტად განსხვავებული ფორმით გვხვდება, ვალიდურ ელემენტს უწოდებთ, ხოლო მის თითოეულ განსხვავებულ მოხაზულობას ვალიდური ელემენტის ტიპს და ვანიჭებთ ცალკე კოდს. ახლა უშუალოდ კოდირების ნიმუშზე. თავდაპირველად მოგვყავს ერთეულის დასახელება და ვათავსებთ კუთხოვან ბრჩხილებში. როგორც ვხედავთ, ყოველი ახალი კომპონენტი მოცემული გვაქვს წითელი ფანქრით. ესე იგი, კუთხოვან ბრჩხილებში მოცემულია ჩვენთვის საინტერესო ერთეული. ამ შემთხვევაში ბგერა M. მეორე ეტაპზე მითითებულია დახრილ ხაზს მარცხნივ ვალიდური ელემენტის ნომერი. მესამე ეტაპზე კი დახრილ ხაზს მარჯვნივ ვათავსებთ ვალიდური ელემენტის ტიპის ნომერს და კოდს ვასრულებთ კუთხოვანი ბრჩხილით. გრაფემის პირველი ვალიდური ელემენტი პირველ ვალიდურ ელემენტად გამოიყო ზედა მარცხენა ნაწილი. ჩვენ ვხედავთ ეკრანზე
რომ ასეთი დამახასიათებელი ტენდენციური მოხაზულობა მიეცა 5 ასეთ ტიპს. მაგალითად, პირველ შემთხვევაში მს თავი შიგნით შეხრილი მარცხენა ბოლოთი, მეორე შემთხვევაში მარცხენა ბოლოში წვეტიანი კუთხით, მესამე შემთხვევაში მარცხენა ბოლოში კვანძით, მეოთხე შემთხვევაში მარცხენა ბოლოში მახვილი კუთხით, მეხუთე შემთხვევაში გრაფემის თავი მთლიანად სწორხაზოვნად. რაც შეეხება გრაფემის მეორე ვალიდურ ელემენტს, გამოიყო ზედა მარჯვენა ნაწილი და ზურგი, ანუ გადაბმა, როგორ უერთდება ზედა ნაწილი ზურგს. სულ გამოიყო ტიპიური სამი ელემენტი, უკაცრავად სამი ტიპი. პირველი, როგორც ვხედავთ პირველ ნიმუშში, თავის მარჯვენა ნაწილი ზურგს უერთდება მომრგვალებული მახვილი კუთხით, მეორე ნიმუშში სწორი კუთხით, მესამე ნიმუშში ზურგი ძალიან მოხრილია. მესამე ვალიდურ ელემენტად გამოიყო ქვედა ნაწილი, ანუ მუცელი, ასო მს. ეს ასეთი 7 ტიპი გამოიყო. მარჯვნივ სწორი, მარცხნივ ოვალური პირველი ტიპი, მეორე ტიპი ორმხრივ ოვალური, ვხედავთ ჩვენ ამას ნიმუშზე. მესამე ტიპი მომრგვალებული სამკუთხედივით, მეოთხე ტიპი მრგვალი, მეხუთე ტიპი კვეთის შემდეგ სწორი ხაზით, მეექვსე ტიპი კვეთის შემდეგ მოხრილი ხაზით და მეშვიდე ტიპი სრულიად შეუკვრელი. ამდაგვარად მას თითოეული გრაფემის ამდაგვარად დამუშავების ელემენტებად და ელემენტის ტიპებად დაშლის და გამოყოფის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ქრონოლოგიურ ბაზას, სადაც ყველა წლის ხელნაწერიდან ამოღებული ნიმუშებია და აქ მოცემული ელემენტებისა და ელემენტის ტიპების მახასიათებლებს ვუსადაგებთ თითოეულ ერთეულს, თითოეულ ქრონოლოგიურ ბაზაში შეყვანილ თითოეულ ელემენტს. ჩვენ ახლა ვხედავთ 1907-დან 1959 წლამდე 100 მს მოხაზულობების მახასიათებლებს გალაქტიონ ტაბიძის ხელნაწერებში. აი თითოეული მახასიათებელი, თითოეული წლის ამ სლაიდზე წარმოდგენილი კოდებით არის დაშიფრული. ეს ცვლადი კოდები ძალიან მომგებიანია, ძალიან ეფექტიანია, ეს ფორმულის სახით მოცემული კოდები ძალიან ეფექტიანია საძიებო სისტემისათვის და სხვა ტიპის დაუთარიღებელი ხელნაწერების მსგავსი ხელნაწერებიდან ამოღებული ნიმუშებში მსგავსი ელემენტების იდენტიფიკაციისთვის. შემდეგ თითოეული ნებისმიერი გრაფემის მახასიათებლები, ანუ ნებისმიერი გრაფემის კოდი, ჩვენ შემთხვევაში м გრაფემის კოდები ყველა წლის ნიმუში ჩაერთო საერთო კოდების წიგნში და აქ დაშიფრულად ეს არის მართლაც უნიკალური შედეგი პროექტისა, რომ ნებისმიერი ასოს, ნებისმიერი წლის მოხაზულობის ერთიანი კოდების წიგნის არსებობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ბაზაა მთელი პროექტისათვის. მეთოდოლოგიის მოდელირების პროცესი მუდმივი პროცესია, უკვე 2 წლის განმავლობაში კონსულტანტი და პროექტის მონაწილეები მუდმივად ცდილობენ მიმართონ სხვადასხვა საშუალებას და სხვადასხვა გზას, რომ უფრო ეფექტიანი და უფრო ზუსტი გამოდგეს დათარიღების შესაძლებლობები. კოდირების სისტემის ამ ეტაპზე საჭირო გახდა, როგორც დავინახეთ, ტერმინების მისადაგება ნებისმიერი ელემენტის ტიპისთვის, მაგალითად, კუთხოვანი გადაბმა, მრგლოვანი გადაბმა, დახრა, კვეთა, შეჭრილობა, შეხრილობა, წვეტა, კვანძი და ასე შემდეგ. საგულისხმო ეტაპია შემოკლებების სისტემის შემუშავებაც, რომ ნებისმიერმა მახასიათებელმა მიიღოს ფორმულის სახე, რომელი ეტაპებიც პროექტმა უკვე გაიარა და რაზეც ჩვენ უკვე ზემოთ ვისაუბრეთ. მომდევნო ეტაპზე კოდების წიგნმა უნდა მოგვცეს დაუთარიღებელი ხელნაწერებიდან ამგვარადვე დაშიფრული კოდირებული გრაფემების იდენტიფიკაციის საშუალება, შესაბამისად ქრონოლოგიურ ნიშნულთან მიახლოების შესაძლებლობაც. კვლევის ეს მიმართულება რა კი ახალია, მას არის გაანალიზების კვალდაკვალ მუდმივად ახალ ლოგიკურ გზებს ვეძებთ, რის შემდეგაც პერიოდულად იხვეწება და მოდელირდება მეთოდოლოგია. ამ პროექტით საფუძველი ეყრება კვლევის ისეთ მიმართულებას, რომელიც პოტენციურად მნიშვნელოვანია ქართველოლოგიის განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში
დათარიღდება გალაქტიონ-ტაბიძის არაერთი ტექსტი. მეორე მხრივ, ეს მეთოდოლოგია არაერთ ისეთ ქართველოლოგიურ პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რომელთა ამოცანაც უთარიღო ტექსტების დათარიღება და ავტორობის საკითხის დადგენა იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.